მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ GeoStalks, ისევ ვიმყოფები სვანეთში, კერძოდ სოფელ ეცერში, საიდანაც იწყება ბილიკი მეზირის ტბაზე და იქიდან ვაპირებ გადავიდე ბეჩოში. დაახლოებით 15 კილომეტრიანი ბილიკი არის და, წესით მზის ჩასვლამდე უნდა მოვასწრო ამ ბილიკის გავლა. ეხლა ვარ 1456 მეტრზე, თვითონ ტბა დაახლოებით 2000-2200 მეტრზე არის. ვიტყვი მე ზუსტად GPS-ში ვნახავ იქ რა სიმაღლეც იქნება. მარშრუტი იწყება აი ამ სპარის მაღაზიიდან, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ ცივცივი სასმელები და სხვადასხვა გემრიელობები თქვენი ლაშქრობისთვის. ხოლო ბეჩოში რო ჩავალ, იქაც ჩემი მანქანა მაგიურად დამხვდება და სხვა შორის იქაც მალე გაიხსნება სპარი. ზოგადად სვანეთში არის ესეთი მცნება, როგორიცაა თემი. თემი იგულისხმება, რომ მაგალითად აი არის ბეჩო და ბეჩოს თემი არის მაგალითად სოფელი ტვიბიში, რომელშიც მე ჩამოვალ უკვე მეზირის ტბიდან და რა არის ეგ თემი? თემი არის, რომ არის მაგალითად სოფელი ეცერი ან სოფელი ბეჩო და მაგის გარშემო სხვადასხვა კიდე დასახლებული პუნქტები არის და ეს ყველა არის, ასე ვთქვათ, ამ ცოტა დიდი დასახლებული პუნქტის თემები. მე მგონი სწორად ახსენი, თუ რამე შევწდები, დაწერეთ კომენტარებში, არ ჩამქოლოთ peace. და ჩვენი არხის ტრადიციული სპონსორი არის სალაშქრო მაღაზია Hiking Corner, სალაშქრო კუთხე, გამოიწერეთ მაგის Instagram-ი, Facebook-ი და მოკლედ ძალიან კარგი და ხარისხიანი სალაშქრო პროდუქცია აქვს. ასევე ჩვენი ვიდეო სპონსორი არის მილიტარისტული მაღაზია Valhalla, რომელიც აი ესეთი ჩანთა მაჩუქა. და მოკლედ მაგის page-იც გამოიწერეთ და შეიარეთ მაღაზიაში, იყიდეთ რაღაცეები, რაც თქვენ მოგწონთ, ხოლო ჩვენ ვაგრძელებთ. დღესაც ცოტას ვიჩეთერებ და სოფლის გზას გავივli მანქანით. თუ დაიწყებთ ამ მარშრუტზე გადაადგილებას, ჩვეულებრივად სპარიდან გაყევით ამ ბეტონიან გზას სოფლის ბოლომდე და იქაც დაგხვდებათ უკვე აბრა, რომელიც მიგანიშნებს საით უნდა წახვიდეთ. მოკლედ გზა ესე იწყება. და სოფლის ბოლოს არის დადეშქელიანების კოშკი. პრინციპში აქ აუცილებლად უნდა ახვიდეთ და ათვალიეროთ ლამაზი ადგილი არის. ანუ ამ სოფლის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის. სხვათა შორის ეს გუდოკი მაგრა ჩველის ძროხებზე, ჩვეულებრივ მანქანის გუდოკზე ხოლმე არ აქვს რეაქცია და ამ დიდ გუდოკზე ეგრევე გარბიან, რაც კარგია, არ გიწევთ მანქანის გაჩერება და ხელით ამ ძროხების გაყრა. მოკლედ ამოვედი მანქანით სოფელ ეცერის ბოლოს და აქ არის გზაგასაყარი, აქ ვარჯნივ არის გესტჰაუსი და მეზირის ტბაზე თუ მედიხართ, უნდა წახვიდეთ პირდაპირ. ყალს რაც შეეხება, თვითონ ტბიდანაც შეიძლება წყლის დალევა, გზად კიდე ძალიან ბევრი ნაკადული ხდება, თუმცა როგორც მითხრეს ადგილობრივებმა, შესაბამისად წყლის პრობლემა არ უნდა იყოს, მაქსიმუმ 2 ლიტრი შეგიძლიათ თითოკაცზე წამოიღოთ. დაბანაკებას რაც შეეხება, შეგიძლიათ პრინციპში ეს ლაშქრობა გააკეთოთ 2 დღიანი და ახვიდეთ ტბაზე, დაბანაკდეთ კარვით და მეორე დღეს გააგრძელოთ უკვე ბეჩოსკენ გზა. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენს დროზე და პრიორიტეტებზე არის დამოკიდებული. რა, უცუგლიკ. ფუ, კარგი ცუგლა ხარ. ფუ.
რეკვინება მოგეფერებას თემა არის. ძაღლებს რაც შეეხება, ყველა სოფელში ყველგან პრინციპში ძაღლები არიან და მორბიან ყეფენ, მაგრამ როგორც ისეთი მე შემთხვევა არ მქონია რომ მოვიდეს ძაღლი და გიკვინოს ან რაღაცა. თუმცა რა თქმა უნდა არაფრისგან არ ხართ დაზღვეულები. დანარჩენი იდეაში ამ მარშრუტზე იძახიან რომ შეიძლება დათვეთ შეგხვდეთ ან რამე კიდე ისეთი ცხოველი. ამიტომაც ჩემი რეკომენდაცია თან იქონიოთ ცეცხლსხოლი იარაღი. რამე რომ მოხდეს სულ არაფერი ჰაერში გაისროლოთ და დააფრთხოთ ის ცხოველი. ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ მაინც ცოტა რთულია ისევ ლაშობების დაწყება, მაგრამ ვფიქრობ მალე ჩავდგები ფორმაში. ხოლო თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა, ის წითელი ღილაკი რო არის subscribe-ი, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დაწერა. YouTube ძალიან მოსწონს, როცა ვიდეოსთან რაღაც ინტერაქცია არის მაყურებლის მხრიდან და უფრო მეტ ადამიანს რეკომენდაციებში უგდებს და რაც მეტი ნახვა მით უკეთესი ჩემთვისაც, თქვენთვისაც და მე უფრო მეტი мотиваცია ახალი კონტენტის გადასაღებად, ხოლო თქვენ ახალი კონტენტი. მე მგონი არ არის ცუდი იდეა, ხო? ისე ბოლო დროს მოუხშირე მე სოლო ლაშქრობებს, თავარი არ გადამივიდეს ხასიათში. რაღაც მხრივ კაია, რაღაც მორალურად საკმაოდ კარგ განტვირთვას განვიცდი, თუმცა ხმის გამცემი მაინც ვიღაცა მინდა ლაშქრობაში. რა თქმა უნდა გზაში მუსიკას უსმენ, ანუ სადმე დღეში მუსიკას თუ გაიგეთ, დიდი ალბათობით სადღაც მე ან ჩემნაირი ადამიანები ლაშქრობენ, ვისაც გზაში მუსიკის მოსმენა უყვარს. აი სოფლის ბოლოდან უკვე ესეთი მაგარი ხედები იშლება. რა ვიცი, აი სილამაზე, სიმწვანე, სიმშვიდე, მოკლედ აი ყველაფერი რაც კი სურს ბუნება მონატრებულ კაცს. აი მართლაც ბოლო ნახევარი წელია თბილისიდან ფეხი არ გამიდგამს არსად და უბრალოდ ისეთ სიამოვნებას ვღებულობ, რომ მეტი არ შემიძლია. ესე მგონი მალე თბილისის მაცხოვრებლები ყველა სოფელში გადავლენ საცხოვრებლად და ნელ-ნელა დაიწყება აქ დაკორპუსება მერე ადგილების და მერე ისევ წრეზე წავა. აი წინ გვხვდება ესეთი აბრა, ახლა ვართ 1892 მეტრზე ზღვის დონიდან. მეზირის ტბამდე არის დარჩენილი 6.4 კილომეტრი. აი წვერვალი ლაილა ჩემს უკან. ლაილას წვერვალზეც მიდევს ვიდეო. ზემო სვანეთიდან ავედით და ჩავედით ლეჩხუმში. ხოლო აი ხედები ხო სასწაულია. და გზად გვხვდება ესეთი პატარა ხის ქოხი. აქ სავარაუდოდ ზაფხულობით წყემსები არიან. თუმცა ტურისტულადაც შეგვიძლია ამ ადგილის გამოყენება, დარჩენა, დასვენება და ასე შემდეგ. შეიძლება სადღაც ახლომახლოში წყაროც იყოს და თუ კი აღმოვაჩენ აუცილებლად ამას განახებთ ვიდეოში. აი ქვემოთ მთელი ეცერი ჩანს ხელის გულზე. აი ესეთი ულამაზესი ხედებია. მოდით აბა შევიხედოთ რა ხდება შიგნით. ეს Wi-Fi როუტერებზე პაროლი რო ადევთ admin აი ეს ხის ჯოხი სწორედ ამას აღნიშნავს იდეალურად. შიგნით არის ისე იგი სამი საწოლი ესეთი ფეჩი, დიდი სვანური ფეჩი. ეს დასაჯდომები. რავი, ანუ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ აქ დარჩეთ. ზამთარ ზაფხულ, მაგრამ ზამთარში აქ ისეთი თოვლი იქნება, რომ ამ ქოხს მთლიანად დაფარავს. ამიტომაც რაღაც უფრო ზაფხულის თვეებში.
გზად აქ კიდევ ერთი წყემსის ქოხი შემხვდა. მის უკან კიდევ ერთი, ოღონდ უკვე დანგრეულები არიან. აქ შიგნით გაჩერებას მე მგონი დიდად აზრი არ აქვს. და ბილიკი როგორც ისეთი ბილიკი აქ არსად არ ჩანს და უნდა გაყვეთ GPS-ის ტრეკს. ერთი ორიენტირი არის ის, რომ აი იქ მინდვრის ბოლოში მთის ძირში არის ერთი პატარა რკინის ბოძი, რომელზეც წესი უნდა იყოს მანიშნებელი და ნელ-ნელა გაუყვები ახლა იქითკენ. თუმცა რა ვიცი, ხა შეიძლება აქედანაც ახვიდეთ, მე იქით გადახვიდეთ, მოკლედ რაღაც დოგმატური არ არის, მაგრამ მე მაინც ტრეკს მივყევი, იმიტომ რომ პირველად ვარ და შესაბამისად ექსპერიმენტების დადგმის დრო და სურვილი დიდად არ მაქვს. და წინა ესეთი მდინარე გვხვდება, რომელიც შეგვიძლია ედიაში გამოვიყენოთ წყლის დასალევად. აქ არის გადასასვლელი და ბილიკი გრძელდება კიდევ იქით. და ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ამოვედი ესეთ პატარა დელოზე. აქ იდეაში მოსწორებულია ყველაფერი, შეგიძლიათ გაშალოთ კარავი. რავი, გზად კიდე არაერთი პატარა ნაკადული შემხვდა, ანუ წყლის პრობლემა ნამდვილად არ არის ამ მარშრუტზე. წინ მანიშნებელი არის, ბილიკიც გატკეპნელია. რა დებილი უნდა იყო აქ რო დაიკარგო მოკლედ. ამოვედი უღელტეხილზე. ძალიან მაგარი ხედები იშლება აქედან. მისი უდიდებულესობა, უშბა. ხოლო მეზირის ტბა იქითკენ არის და ამოვედი უღელტეხილზე, სახელად ბაჰიშ თანალ. სვანურად წერია, 2416 მეტრი არის. რეალურად აქ არის უკვე გზა გასაყარი. ერთი გზა მიდის მეზირის ტბაზე, ხოლო მეორე პირდაპირ ჩადის სოფელ მაზერში და კიდე უშბისკენაც არის ერთი ბილიკი. აი აქ მოკლედ ყველაფერი არის დატანილი. მეზირის ტბა 3.2 კილომეტრი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ცოტა უფრო ნაკლები. მინდა გითხრა, ძალიან დიდი პოპულარულობით ეს ბილიკი არ გამოირჩევა, იმიტომ რომ არც ინტერნეტში ხშირად შემხვედრია ამის პოსტები, არც ქართულ სალაშქრო პეიჯებზე, არც უცხოურებზე. მარშრუტზეც ჯერჯერობით არავინ არ შემხვედრია და რაც თავარია სისუფთავეა. ხოლო მე ხა დავისვენებ, შევჭამ და გავაგზელებ უკვე ჩემ გზას მეზირის ტბამდე. აქ ბილიკი ცოტა მოშლილია, ანუ ეს უღელტეხილი ნელ-ნელა იშლება და გადაადგილებას არ გირჩევთ, ჯობია ცოტა ესე გაიაროთ, თუმცა შეიძლება 1-2 წელიწადში ეს მონაკვეთიც ჩამოინგრეს და მოკლედ ეს ბილიკი კიდევ უფრო იქით გადაიწევს და უბრალოდ რომ იცოდეთ, აი ესეთი ამბებია. განსაკუთრებით გავფრთხილდით ამ ადგილს წვიმაში. რომ წვიმის დროს უფრო დიდი ალბათობა რომ ესე მიწა ჩამოიშალოს. ესე იგი გზად ისე უხდება ჩვენ გზა გასაყარი და მანიშნებლები. აი მეზირის ტბა და მაზერი იქით, ანუ აქაც არის რაღაცა ბილიკის ზემოთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ხელ მარცხნივ და არ შეგეშალოთ, იარეთ მარცხნივ. და ალპურის მერე, აი ესეთ საინტერესო ბილიკი არის. გაყვალული არის ეს ბილიკი, რაც კარგია. მეტყობა ალბათ რაღაც სეზონზე ხალხი მაინც აქ დადის. ერთი რაც ძალიან კარგი არის ის, რომ აქ შედარებით ჩრდილია და იმდენად მზე არ მაწვება, იმიტომ რომ ივნისის შუა რიცხვებია და მინდა გითხრათ საკმაოდ ცხელა. ამავდროულად, რასაც უყურებთ თბილისში, სუწვიმები და უბედური ამინდია. ადრე მთაში გასაგრილებად დავდიოდი, ეხლა პირიქით გასათბობად. აი ესეთი ბილიკი არის. ხეები ნახეთ რა საინტერესო არის. ანუ პირდაპირ არ ამოდიან ხეები. ესე რაც გვერდულად არის ყველა ხე ამოსული ამ ბილიკზე. სავარაუდოდ იმის ბრალია რომ აქ დიდი თოვლის მასები როცა დნება ნელ-ნელად აწვება ამ ხეებს და
ესეთი ბუნებრივი პროცესი არის, თუმცა არ ვიცი, თქვენი ვერსიაც დაწერეთ კომენტარებში. და აი გზად, აი ესე პატარა წერს თუ გააკეთებთ, ქვემოთ არის წყარო, იდეაში ანუ სუფთა წყალი არის, რუკაზეც დატანილია როგორც წყარო და ეხლა უბრალოდ მეზარება ჩავსვლა, იმიტომ რომ ბოთლში მაქვს წყალი და იდეაში მეზირის ტბამდე მეყოფა და იქაც წყლის ავსების საშუალება არის მოკლედ. აჰა, ცოტა თოვლიც არის ჩამობნარი. წინ არის პატარა ქვა, რომელზეც დატანილი არის მარკირება. აქაც პატარა მდელო არის და შეგიძლიათ გაშალოთ გარავი, დაისვენოთ, დატკბეთ უშბის ხედებით. მართლა საოცარი ხედია აქედან. სიამოვნებით დავრჩებოდი აქ 1-2 დღე. მივედი კიდევ ერთ ნიშნულამდე. მეზირის ტბამდე დარჩა სულ რაღაც 930 მეტრი. აბრაზე სიმაღლე გვაქვს ჩვენ 2306 მეტრი, ხოლო GPS-ით არის 2318 მეტრი, რაც პრინციპში ცდომილების ფარგლებშია და კარგი, ანუ ესე იგი ეს მარკირება და ეს კოორდინატები და სიმაღლეები სწორი არის. რაც შეეხება ბილიკს, აქ არის ესეთი გზა გასაყარი. ჩემგან ხელ მარცხნივ და ხელ მარჯვნივ არის ბილიკი. ხელ მარჯვნივ არის ის ბილიკი, რომელთაც მე მოვედი და ხელ მარცხნივ არის ის ბილიკი, რომელიც მე შევხვდა გზაგასაყარზე იქ, ანუ წინა მანიშნებელთან. იდეაში შეგვიძლია ეს ქედი მოვიაროთ აქედანაც იქიდანაც, უბრალოდ აქ უფრო ტყეში დადიხართ და მზე ნაკლებად გაწვევათ, უფრო სიგრილეში ხართ, ხოლო აქ უფრო მეტი მზე არის, მე როგორც მივხვდი. მივუახლოვდი ეკლესიას. რუკაზე არის ნახსენები როგორც მეზირის ეკლესია. აი ესეთი საინტერესო ადგილი არის. ნამდვილად დიდებული და ძველებური ეკლესია არის. აქ ისე ქვებით არის დამაგრებული სახურავი, რომ ქარმა არ წაიღოს. ეს ნაწილი ჩამონგრეული არის. აი ესეთი ადგილია. მასობაში ამინდმა ცოტა იმას აკნა, ქარი ამოვარდა, ცოტა წვიმს, წინ წყლავს. იმედია მალე გადაივლის ეს ღრუბელი, იმიტომ რომ, რავი, ყველგან გადავამოწმე და ნალექი არ უნდა იყოს წესი დღეს, თუმცა ყველაფერი არის მოსალოდნელი. რავი, ბოლო დროს მეტეო ბლუზეც კი არ უნდა ენდო ამინც, ისევე როგორც 9-ლარიან პლანშეტს ტემუზე. მეზირის ტბაც სიმართლე გითხრათ, ცოტა უფრო დიდი მეგონა. აქ გვერდზე არის რაღაც პატარა ხის ქოხი, სავარაუდოდ ამ წვემსები რჩებიან ან ტურისტები. აცივდა, მაგრად მინდა გითხრათ. აი აქ არის ესეთი მანიშნებელი 2282 მეტრი სიმაღლე ზღვის დონიდან. სოფელ მაზერამდე მე მაგასავლელი 5.4 კილომეტრი. ესეთი ხედებია მოკლედ. ჩავალ ახლა მე შევჭამ, დავისვენებ, გადავიღებ დრონს ვაფრენ, იმედია ღრუბელი გადაივლის და ცოტა გამოთბება, თორე მაგრად ცივა. ესეც მეზირის ტბა. აქ ნაპირისკენ რაღაცა წითელი არის. არ ვიცი, იმედია სისხლი არ არის. მაგრამ წყალი არის საკმაოდ ბინძური, შესაბამისად აქედან წყლის დალევა არ არის რეკომენდირებული. არ ვიცი ეს წითელი რა არის. თუ იცით დაწერეთ. არ ვიცი რამე მინერალი არის თუ რამე არის ამ წყალში გახსნილი თუ რამე წყალმცენარეა, მოკლედ
დაწერეთ თქვენი ვერსია კომენტარებში. მოკლედ, ვინც მოდიხართ მეზირზე, გაითვალისწინეთ, რომ ჯობია წყალი ავსოთ იქ, ბოლოს რო გაჩვენეთ წყარო, აქედან წყალი დიდად არ დაილევა. გზად პრინციპში ქვემოთ რო ჩადიხართ, იქაც არის 1-2 ნაკადული, საიდანაც შეგვიძლია წყალი ავასოთ. ხოლო დანარჩენი ეს არის და ეს. აქ შეგიძლიათ კარავი გაშალოთ, შეგიძლიათ ამ ქოხშიც დარჩეთ, განახებ შიგნით რა ხდება. ხედები არის, რა ვიცი, აი რაღაც სასწაული, სიგიჟე, რავი, აი, მოკლედ აუცილებლად გირჩევთ, ახვიდეთ, დარჩეთ ერთი ღამე მაინც და მეორე დღეს ჩამოხვიდეთ, იმიტომ რომ ღამით, აი, ვარსკვლავებიან ცაზე ამ მთების დანახვა იქნება რაღაც ნამდვილად სასწაული და დიდებული. აი ესეთი პატარა და მყუდრო ქოხი არის, სამშენებლო ქაფით არის ყველაფერი იზოლირებული, შიგნით რო არ შევიდეს წყალი და ქარმა რო არ შეაწუხოს აქაურებს. და მოდით შევიხედოთ რა ხდება შიგნით. შიგნით ესეთი სიკოხტავე არის. ერთი იცალის საწოლი, საწოლზე საძილე, ჰეჩი, თუმცა რაღაც მირყეულ-მორყეული. იქაც წინ შეგიძლიათ დაწვეთ. აქ მაგი და ჭურჭელიც არის და შეიძლება რაღაცა საჭმელიც იყოს. აი ესეთი საინტერესო ქოხი არის. და ვნახოთ აქ რა ხდება. ამ შენობაში სავარაუდოდ საქონელი ეყოლებოდათ. და კიბეც არის. ვა, ძროხა. ბარო. ორი ძროხა არის. ჩემს დანახვაზე საერთოდ არ ქონიათ რეაქცია. თითქმის. მოკლედ აი ესეთი ადგილი არის. აი ხა ნახდეთ, დავჯდები და შევჭამა. მოკლედ ნელ-ნელა უნდა დავასრულო ამ ხედების კბობით, იმიტომ რომ ამინდი ფუჭდება, საკმაოდ უკვე აცივდა და იქიდან მაგარი წვიმა მოდის, რომელიც მე არ ამცდება. აქ ცოტა ხანი დილემა მქონდა, რეალურად ოზმანზე არის აქედან 2 ბილიკი, ერთი პირდაპირ ჩადის ბეჩოში, ხოლო მეორე ჩადის უკვე მეზირისკენ, ხო და საქმე იმაში არის, რომ ყველა ნიშნული მიმანიშნებს იქით, რომ უნდა ჩავიდე მოკლედ ტვიბისში და პირდაპირ ბეჩოში, ახლა რო უყურებ რელიეფს, საკმაოდ რთული ბილიკი შეიძლება აღმოჩნდეს, ან რაღაც მომენტში საერთოდ შეიძლება იყოს ჩიხი, ან მაგალითად ჩამოშლილი დავხდეს მიწა და მოდით აღარ გავრისკავ და ჩავალ იმ ბილიკით, რომელიც უბრალოდ სწორად რომლის ტრეკიც მაქვს მე შენახული და შემდეგში აუცილებლად ამ ბილიკსაც გავლაშქრავ, ნახავ, დავზვერავ რა არის. ტრეკ ფაილი რა თქმა უნდა იქნება ვიდეოს აღწერილობაში და მოკლედ ნელ-ნელა წავედი მე ქვემოთ ცივილიზაციაში. და მოკლედ ტვიბიშამდე დამრჩა მე დაახლოებით 4.5 კილომეტრი, რასაც მიჩვენებს ოზმანდი და კარგი ჩელენჯი არის აქ ამოვიდე ზამთარში. 100%-ით ვერ შეგპირდებით, თუმცა მცდელობა იქნება. ვფიქრობ, მართლაც არაჩვეულებრივი ადგილი იქნება აქ ზამთრის ლაშქრობისთვის. ну, რა თქმა უნდა, უფრო მომზადებულად ამოვალ აქ, რა თქმა უნდა, რაღაც გასქურით, საძილე ტომრით და ბევრი სხვა ზამთრის ლაშქრობის ატრიბუტით. ეხლა ვარ პატარა რაღაცა ზურგჩანთით, რაღაცა 2 ლიტრა წყალი, სნიკერსი.
და რაღაცა წვრილი საჭმელები, კონსერვი და ეგეთი რაღაცეები. რეალურად ახლა სერიოზული წვიმა რო დაიწყოს, არც საწვიმარი არ მაქვს წამოღებული, არც არაფერი, თუმცა რაღაცნაირად 4 კილომეტრს გავიჭირვებ. შემდეგ იქ უკვე ქვემოთ მანქანა დამხვდება, შესაბამისად წყნარად ვარ, მაგრამ თუ კი ისე მიდიხართ, რომ იქ არიცით ქვემოთ ვინ გელოდებათ და რა გელოდებათ, ჯობია რა თქმა უნდა უფრო მომზადებულად წახვიდეთ. ეს არის პრინციპში ჩემი უკვე რიგით მეოთხე სოლო ლაშქრობა და მინდა გითხრათ, არც თუ ისეთი ცუდია, თავარია ხასიათში არ გადამივიდეს, მაგრამ ესეთ ადგილებში მაინც ჯობია ვინმე მეორე ადამიანი ყავდეთ თან, რომ რამე რომ მოხდეს, კი მაინც ვინმე ჩავა და გამოიძახებს დახმარებას. ალპური ზონიდან ნელ-ნელა გადავინაცვლე ტყეში. ბილიკი ქვემოთ მიუყვება. სხვათა შორის ეცერიდან იყო წითელი ფერის ბილიკი, ანუ უფრო რთული და აქედან მანიშნებელი არის ყვითელი ყოველ შემთხვევაში რუკაზე და მანძილიც უფრო მცირე არის. თუმცა ისევ და ისევ არ უნდა ვენდოთ ყველაფერს როგორც წერია, ჯობია მაინც ჩვენით გადავამოწმოთ. ვიდეოს ბოლოს რა თქმა უნდა შეჯამებას გავაკეთებ. ეხლა მთელი გზა მომიწევს დაღმართში სიარული და ბუნებრივია უფრო მარტივი მომეჩვენება ეს ბილიკი, მაგრამ ვიქნები ობიექტური და ვიდეოს ბოლოს გეტყვით საიდან ჯობია ასვლა, ან თუ საერთოდ ჯობია წრიული რა თქმა უნდა. მე პირადად უფრო წრიული ბილიკების მოყვარული ვარ ამ ბოლო პერიოდში. ანუ რაღაც ერთი რაიონიდან ადიხარ და მეორე რაიონში ჩადიხარ, ან რაღაცა ერთი ადგილიდან ადიხარ და გვერდზე რაღაც ხეობაში გადმოდიხარ, რომ ერთ და იგივე ბილიკზე არიარო, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ესეთ ლაშქრობებს სჭირდება უფრო სერიოზული დაგეგმარება ლოჯისტიკის კუთხით, იმიტომ რომ ეს ადგილას უნდა მოხვიდე რაღაც ტრანსპორტით ან საკუთარი მანქანით, ხოლო იქ მეორე ადგილას სადაც შენ მერე ჩახვალ, ვიღაცა უნდა დაგხვდეს მანქანით, ან იქიდან რაღაცას უნდა გამოყვე რაღაც ისეთ ადგილამდე, სადაც მანქანა გაქვს დატოვებული, მოკლედ გაითვალისწინეთ ესეთი რაღაცეები. ახლა არის რა თქმა უნდა ადგილები, სადაც ამ ლოჯისტიკის მოგვარება საკმაოდ მარტივია, მაგრამ მაგალითად ახლა პანკისიდან თუშეთში რო წავედით, ლოჯისტიკა წარმოიდგინეთ, რომ მანქანით უნდა ახვიდეთ ტბათანამდე. და მე უკვე ომალოდან ჩახვიდეთ სხვა მანქანით. მე მანქანით ახვიდეთ ისე ტბათანაზე, რომ ჩამოიყვანოთ მეორე მანქანა, რაც სისულელე არის და ანუ ეგეთი რაღაც ლოჯისტიკური თემები უნდა წინასწარ განსაზღვროთ, ნახოთ რა ტრანსპორტი დადის, ან თქვა ტაქსი რამდენი დაგიჯდებათ, ბოლო-ბოლო მეგობარს თხოვოთ, რომ თქვენივე მანქანით წაგიყვანოს და მოგიყვანოს, მოკლედ ყველაფერი მოგვარებადია. ესეთი ლამაზი გოხდა ყიანი ბილიკი. სიმართლე გითხრათ, მზიან ამინჩი პირადად მე ესეთ ბილიკზე მირჩევნია ასვლა ვიდრე თქვათ ალპურით, იმიტომ რომ მზე არ გაწובה, თუმცა ეხლა უკვე სიგრილი არის და დიდად მნიშვნელობა არ აქვს. და როგორც გითხარით, ბილიკი არის ყვითლად მარკირებული, რაც ნიშნავს მარტივ ბილიკს. ხოლო ეცერიდან ბილიკი იყო წითლად მარკირებული, შესაბამისად წესით ეს ბილიკი უნდა იყოს აი ძალიან მარტივი და თუ კი დამწყები ხართ, ანუ თუ კი დამწყები მოლაშქრე ხართ, გირჩევნიათ რა თქმა უნდა ყვითელი ბილიკებით დაიწყოთ, თუმცა მე შემხვედრია ყვითელი ბილიკები, რომლებიც წითელს და ლურჯს გადაუჯოგრეს ყველა ასპექტით, განსაკუთრებით ტობავარჩხილზე, როცა ჩამოვდიოდით ჩვენ ხაიში, კი ყვითელი ბილიკი იყო, მაგრამ სახე გაგძვრა, მუხლებამდე ტალახში ვიარეთ, რაღაც აქამდე ჯაგებში და ბილიკი ხო საერთოდ არ სად არ იყო. მოკლედ რაც უბედურება იყო, ერთვიჯერ მოგვიწია მდინარეზე გადასვლა და ეს არის თქვენი ყვითელი ბილიკი, ასე ვთქვათ. ამიტომაც ჯობია ინტერნეტში წაიკითხოთ, ცოტა გამოცდილ მოლაშქრეებშიც გაიკითხოთ, როგორი ბილიკია აბარა ხდება და ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ ეს ამბავი. გზად დაგხვდებათ ესეთი წაქცეული ხე რამდენიმე ადგილას და მოგიწევთ ესე გვერდის ავლა, ან მაგალითად პირდაპირ აჭრა, იმიტომ რომ აქ სერპანტინივით გზა არის და შესაბამისად გაითვალისწინეთ. ამასობაში აღმოჩნდი სამანქანო გზაზე. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დაქსელილი არის ეს ხეობა ამ სამანქანო გზებით. რავი, ისეთი პირი უჩანს, რომ პირიქით რო წავსულიყავი, ბეჩოში ჩავიდოდი, მაგრამ ჯერჯერობით არ ვრისკავ, უბრალოდ იმის გამო, რომ ცოტა დროში ვარ შეზღუდული და რომ მომიწიოს უკან მობრუნება, ძალიან დროში, ასე ვთქვათ, გაიწელება ეს ამბავი. და შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, ალტერნატიულ მარშრუტებსაც მოუფიქრებ აქაურობას. ჯერჯერობით ესე მიუყვები გზას, უნდა ჩავიდე საბოლოოდ მეზერში და იქიდან სავარაუდოდ
სამანქანეგზას გავყვები ბეჩომდე, ან დაურეკავ მეგობარს და მომაკითხავს ჩემივე მანქანით და წამოვალ სახში უკვე მანქანით. მაგრამ მომენატრა სიარული, ამიტომაც შეიძლება ბეჩომდეც ფეხით მივიდე და იმის იქით კიდევ. რავი, სვანეთში ბოდიალს რა ჯობია მშვენიერი ამინდის დროს. და აქ გზაზე ხვდება ჩვენ ნაკადული, ჯერჯერობით მეზირის ტბიდან რაც ჩამოვედი, პირველი ნაკადული არის, საიდანაც პოტენციურად შეიძლება წყლის დალევა. ნუ პრინციპში ზემოთ არც არავინ არ ბინადრობს, რატომაც არა. შესაბამისად გაითვალისწინეთ ესეც თუ ამ გზით დააპირებთ ასვლას. პრინციპში ბილიკი არის ერთ ადგილას აი კლასიკური ბორჯომხარაგაული, ისახის გამაძრობელი სერპანტინი აღმართი რო არის, ყველას რო ძალიან მოგწონს. ხოლო თვითონ მეზირის ტბამდე მეტი არსად წყალი არ ხვდებათ და ნუ მეზირის ტბაზეც რა თქმა უნდა წყალი არ არის. ამიტომაც წამოიღეთ ბლომად, იმიტომ რომ თუ კი ცხელა იქ რავი მოგიწევთ ბლომად სიარული იმისთვის რომ წყალი მოიპოვოთ. რეალურად ეს ბილიკი მე მომწონს იმით რომ აქ არ არის ციცაბო აღმართები, შესაბამისად ზამთარში თოვლის ფეხსაცმლით როგორც მაშინ საწალიკეზე ავედი, დაახლოებით იგივე აღმართებიც არის აქ და ზამთარშიც შეიძლება ასვლა. თუმცა არ ვიცი რამხელა თოვლი იქნება და რა იქნება, როგორ იქნება. სვანეთში უფრო მეტი თოვლი იქნება ვიდრე ჭიათურისკენ, მაგრამ მაინც სატესტოა და ნახოთ რა გამოვა ამისგან. 1-200 მეტრი გამოვიარე და კიდევ ერთი ჩანჩქერი მხვდება. პოტენციურად აქედანაც შეიძლება წყლის დალევა. აქ პატარა ფიცარი, რომ არ გაგიჭირდეთ. იქიდან ჩამოდის ეს წყალი. გზაც ავარაუდოთ კიდევ რამდენიმეჯერ შეხვდება ეს ნაკადული. პრინციპში აქამდეც მანქანით ასვა არც თუ ისეთი რთულია, თუ რამე ისეთი რამიანი ჯიპი ყავთ. იმიტომ რომ რასაც უყურებ არაფერი ისეთი გზა არ არის. ნუ რა თქმა უნდა ხა ბედურწვიმაში და თოლში აქ რა იქნება მე ვერ გეტყვით, მაგრამ აი ესეთი მზიანი და მშრალი ამინდის კვალობაზე არც თუ ისეთი ცუდი გზა არის. და მოგეხსენებათ, ყველა საინტერესო ლაშქრობა იწყებოდა ფრაზით მე ვიცი მოკლე გზა, აქაც დაახლოებით იგივე შემთხვევა გვაქვს, ანუ წინ სამანქანეგზა ჩადის მაზერში, თუმცა აქვე დგას პატარა ბანერი, რომელიც მიგვანიშნებს რომ უნდა გადაუხვიოთ ხელ მარჯვნივ და ჩავიდეთ უკვე ტბებიში და იქიდან მაზერში გაცილებით უფრო მოკლე გზით. ამიტომაც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს ადგილიც. მოკლედ ისევ გავაგრძელებ საუბარს მოკლე გზებზე. ესე იგი, როდესაც ჩამოვედი ტბებიში, მანდ არის ერთი guest house-ი მურკვამი და იქ გადავუხვიე მე ხელ მარჯვნივ. და გავუყევი ბილიკს, აქ ვიღაცის ბაღებში კი მომიწია სიარული და იმედი არ გამიბრაზდება არავინ. ხოლო წინ არის გადასასვლელი აი ესეთი მდინარე ნაკადული, რაც არც თუ ისე რთულია, იმიტომ რომ ძლიერი დინება არ არის და აქედან პირდაპირ შემიძლია გავუყვე ბილიკს, რომელიც გამომიყვანს ეგრევე სოფელ ნაშთქოლში, საიდანაც პირდაპირ გავალ ბეჩოს გზაზე, საავტომობილო გზაზე, საიდანაც უკვე მეგობარი მანქანით მომაკითხავს, ან შეიძლება ჩემითაც გავსტოპო რამე. და რავი, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ის თუ მაინც და მაინც მაზერში არ გინდათ ჩასვლა, რაც იქით არის. შეგიძლიათ ცოტა ასე ვთქვათ მოიგოთ მანძილი თუ არ ყავთ ტრანსპორტი და ნუ ნაკლები სასიარულო გექნებათ ყველაფერს რომ დავანებოთ თავი. წინ კიდე ერთი მდინარე მაქვს მე გადასალახი და იმედია მანდაც არის ხიდი და უპრობლემოდ გადმოვალ, იმიტომ რომ თუ არა ძალიან დიდი წრის დარტყმა მომიწევს. თუმცა თქვენს გეცოდინებათ სამომავლოდ და არ დაუშვებთ ჩემს შეცდომებს. რა კაი სიგრილეა. მოკლედ გამიმართლა და არის ხიდი. მანქანით აქ ვერ გადახვალ, მაგრამ ფეხით არაუშავს. თუმცა მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. ვინაიდან არავინ ვიცით რა მდგომარეობაში არის ეს ხიდი და მდინარემ თუ წაგიღოთ, დამთავრებული აქვს თქვენი საქმე. აქ ესეთი მოაჯირი არის, ახლა გადავძვრები და გავაგზელებ ჩემს სვლას. მიუყვები წინა ესეთ კოხტა ბილიკს, რომელიც გამომიყვანს უკვე საავტომობილო გზაზე, სადაც მე უკვე დავხვდება მანქანა. და მოკლედ როგორც შეგპირდით, ახლა მოგიყვებით მეორე ბილიკის, ასე ვთქვათ, შეჯამებას. პირველი რაც მომეწონა ის, რომ არ არის საკმაოდ ციცაბო და შეგიძლიათ მარტივად ახვიდეთ.
გზაში წყალი გვხვდება თან არა ერთხელ. კიდევ ძალიან მომწონს რომ ტყეში ხართ მთელი გზა, შესაბამისად მზე არ გაწვებათ, არ გაწუხებთ. მანძილიც არის უფრო მოკლე. მინუსებიდან ალბათ დავამატებდი იმას, რომ ანუ ხედები არ გვაქვთ ტყიდან, უკვე აი როცა მივახლოვდებით მეზირის ტბას, უკვე იქით იწყება ასე ვთქვათ ხედები. ეცერიდან ბილიკი ბევრად უფრო ლამაზი არის, თუმცა შედარებით უფრო რთული. ნუ რაღაც ისეთი რთულიც არ არის, რომ აი გაგიჭirdეთ და რაღაცა. წყალს რაც შეეხება, პრინციპში ყველგან გვხვდებათ თვითონ ტბის გარდა, მანდ ნუ ტბიდან წყალს ვერ დაალევთ და ახლო-მახლოშიც წყარო არ არის. გზად არის წყემსის ქოხები ესეთი, სადაც შეგიძლიათ შიგნით დარჩეთ, თუ კი არ გაქვთ კარავი, ანუ ჩვეულებრივად პარალონს დააფენთ ლოგინზე, გაშვით საძილეს დაიძინებთ. აი ესეთი გემრიელი კოხტა ერთდღიანი, ტირე ორდღიანი ბილიკი არის, ვისაც როგორ გაუსწორდება ამის გავლა. რეალურად ერთი დღისთვის სრულიად საკმარისი არის. თავი ბოლო ალბათ 15 კილომეტრი არის ამ ბილიკის არაფერი ისეთი. ნუ ხედებზე ხომ ზედმეტია საუბარი, აი საოცრება სილამაზეები ხვდებათ, აი ყველა მხრიდან 360 გრადუსით. რა ვიცი, თუ კი მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. აი არ დაიზაროთ, აი ხლა აიღეთ, subscribe წითელი ღილაკი დააჭირეთ. მეც ბედნიერი ვიქნები და თქვენც ბევრი ახალი კონტენტი შეგხვდებათ. დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარი, თუ ვინმე ყოფილხართ ამ მარშრუტზე და მოყევით თქვენს თავგადასავლებზე. მოკლედ ჩამოვედი ბეჩოში. აი ჩემს უკან შენდება სპარი, აი ესეთი სპარიდან სპარამდე გამომივიდა სალაშქრო ბილიკი. ხოლო აქ წინ არის, ჩემი პიპიაც მივაპარკინგე. აქ წინ არის ესეთი კულტურის სახლი, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა. იდეაში მე გაჩვენებ შიგნით რაც ხდება, ძალიან საინტერესო არის და რა ვიცი, სოფელში მართლაც საჭიროა რამე სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლია თქვათ რამე სპორტული აქტივობები ან რამე წრეებში მიიღონ მონაწილეობა. ხოლო აქ არის ძალიან მაგარი საოჯახო სასტუმრო უშბა, სადაც შეგიძლიათ გაჩერდეთ, ან გაილაშქრობის მერე, ან უბრალოდ ბეჩოში რო ჩახვალთ. რავი, დასარჩენი ყველანაირი სამზარეულო, მოკლედ სულო და გულო. და მოდით ახლა შევიდეთ შიგნით, განახოთ თუ რა ხდება. ვაიმე, შეყვარელი ჩუგებია. ვაიმე. ჩუგრიკებო. ესეთი ორი საყვარელი ჩუგრიკა ცხოვრობს აქ ეზოში. ეჩასა ხუთი მოშაფერებელი. ვაიმე. ერთი მეუეზე უკეთესი. ესეც საყვარელი ეზო არის აქ.
და წამოდით გაჩვენოთ შიგნით რა ხდება. შეგი აქ არის ნომრები, დასარჩენი ოთახები და ეს არის ჩვენი სამზარეულო. სადაც უგემრიელის კერძებს მივთმევთ. მოკლედ, გირჩევთ გესტჰაუსი უჟბა, ვეჩოში, პოლიციის და სპარის მოპირდაპირე მხარის. ამით ჩემი ლაშქრობა სოფელ ეცერიდან ბეჩომდე დასრულებული არის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. აი ახლა აიღეთ, დააჭირეთ წითელ ღილაკს, subscribe. დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარი თუ რას ფიქრობთ ამ მარშრუტთან დაკავშირებით. რა ვიცი, აბა, გიყვარდეთ საქართველო, ილაშქრეთ და მომავალ შეხვედრამდე.